სერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 31. შეუსაბამეთ ციფრებით დანომრილ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებები, რომლებიც გამოსახულია სისტემის ძირითადი ერთეულებითო, ხოლო პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრედებში დავსვით ნიშანი x-ო, ეგეც მოახსენეს. კარგით, პირველი რა გვაქვს ესე იგი, პირველი ჩვენ უნდა განსაზღვროთ სიხისტის ძირითადი სისტემის ერთეულის ძირითადი ერთეულებში. მოდით ამისთვის გამოვიყენოთ ჰუკის კანონი, რომლის თანახმადაც f დრეკადობის ძალა ტოლი არის სიდიდით, ხო, აქ სიდიდეზეა საუბარი, kx-ის, ხო? საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩვენ უნდა აქედან გავსაზღვროთ კარის ტოლი არის, k აქედან ტოლი იქნება f-ი, f დრეკადობის ძალა შეფარდებული x-თან. მეორე მხრივ დრეკადობის ძალა ნიუტონის მეორე კანონიდან ჩავწეროთ e მასისა და აჩქარების ნამრავლია, შეფარდებული x-თან. ეს ტოლი იქნება თუ გადავართ უკვე ერთეულებზე, მასის ერთეულის სიში ძირითად ერთეულებში თუ ჩავწერთ, კილოგრამია, გამრავლებული აჩქარების ერთეულზე მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე, ხო? წამ კვადრატზე და ეს კიდე შეფარდებულია x-ი წაგრძელებაზე, რომელიც მეტრებში ვზომავთ, შეფარდებული მეტრთან. ხო, ეს მეტრები შეგვეკვეცება და საბოლოოდ დაგვრჩება პირველისთვის, რომ ეს არის ტოლი კილოგრამი შეფარდებული წამ კვადრატთან. კი ბატონო, ესე იგი პირველში რა გამოგვივიდა? პირველში ჩვენ გამოგვივიდა რომელი პასუხი კილოგრამი წამ კვადრატთან. აი d, კი ბატონო, პირველის d. ეხლა გადავიდეთ მეორეზე, რა გვაქვს მეორეში? მეორე ეს არის გრავიტაციული მუდმივა. ხო, გრავიტაციული მუდმივა შეგვიძლია განსაზღვროთ ჩვენ გრავიტაციული ძალიდან, მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან f-ი ტოლი არის g m1 m2 შეფარდებული ამ m1 და m2 მასის სხეულებს შორის მანძილის კვადრატთან, საიდანაც g-სთვის მივიღებთ, რომ g ტოლი იქნება f-ი გამრავლებული r კვადრატზე, შეფარდებული m1 და m1 m2-თან. ეს ტოლი იქნება ma f-ისთვის r კვადრატი შეფარდებული m1 m2-თან. ხო, განზომილებებისთვის შეგვიძლია ეს ამ მასას და ამ m1 მასას ერთი და იგივე განზომილება აქვს, ამიტომ შეგვიძლია შევკეცოთ და რა დავრჩება ესე. აჩქარების დავრჩება მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ხო? გამრავლებული r-ის განზომილება არის მეტრი და კვადრატშიც რო ავა მეტრ კვადრატი გვექნება, ეს შეფარდებული m2-თან კილოგრამთან, ხო? ეს ტოლი იქნება მეტრ კუბი შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული წამ კვადრატზე. აბა შევხედოთ რომელია ესეთი მეტრ კუბი შეფარდებული კილოგრამი წამ კვადრატზე, ეს არის როგორც ხედავთ e პასუხი, ხო? e სად არის მეორესე? აი e არის აქ. კარგით, გადავიდეთ შემდეგზე. მესამეში რა გვაქვს ნახოთ? მესამეში არის წნება, ხო? წნება განიმარტება როგორც ფართის ერთეულზე მოსული ძალა, ხო? საიდანაც ეს ტოლი იქნება f-ი არის მასისა და აჩქარების ნამრავლი, შეფარდებული s-თან. ეს ტოლი იქნება m-ის განზომილება არის მასის კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების განზომილება მეტრი შეფარდებული წამ კვადრატი, შეფარდებული ფართის განზომილებასთან, რომელიც მეტრ კვადრატი არის, ხო? ესენი შეგვეკვეცება და დაგვრჩება კილოგრამი შეფარდებული მეტრი გამრავლებული წამ კვადრატზე. აბა ეს რომელი იქნება შევხედოთ, კილოგრამი შეფარდებული მეტრი აი არის. ეს არის a პასუხი, მესამის a. ეხლა გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხე რა გვაქვს მეოთხეში? მეოთხეში ძაბვა. ხო, ძაბვა განიმარტება ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა არის ელექტრული ველის მიერ, ხო? ძაბვა. საიდანაც რა შეგვიძლია დავწეროთ, ხო? ეს ტოლი იქნება მუშაობა თავისუფლი ტოლი არის f-ი, გამრავლებული ამ f ძალის მიერ მოქმედებით საუბარ რა გადაადგილებად შეასრულა იმაზე. შეფარდებული q-სთან, მაგრამ q-ს ერთეული კულონია, რომელიც ძირითად ერთეულს არ წარმოადგენს და ამენაირად ამპერებს უნდა დავუკავშიროთ. ამისთვის მოდი გავიხსენოთ დენის ძალის განმარტება. დენის ძალა ეს არის დროის ერთეულში განიკვეთის ფარჩი გასული მუხტი, საიდანაც q-სთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის i-ტესი და ჩავსვათ ახლა აქ. ეს ტოლი იქნება შეფარდებული იქნება i-ტესთან, ხო? ეს ტოლი იქნება f-ი არის m-ა s-ი შეფარდებული i-ტესთან. ეს ტოლი იქნება m-ის განზომილება კილოგრამი, გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე აჩქარებისთვის, კიდე გამრავლებული გადაადგილებასთან. ხო, ეს ორჯერ გამოვიყენეთ, აქ როგორც ფართობი ისე გამოვიყენეთ და აქ გადაადგილება იგულისხმება, ხო? არ გვერიოს ეს უნდა გამრავლდეს, ესე იგი მეტრზე და შეფარდებული დენის ძალის განზომილება ძირითად ერთეულში არის ამპერი და კიდე გამრავლება წამზე, დროის განზომილებაზე. კი ბატონო, ეხლა იქ რა გამოგვივა? ეს უდრის კილოგრამი, ხო?
გამრავლებული მეტრ კვადრატზე, ეს უნდა შევფარდოთ ახლა ჩვენ ამპერი გამრავლებული წამკუპზე, ხო? არაფერი არ შეგვიძლია მგონი. მეოთხე კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შევფარდებული ამპერი წამკუპზე, აი G არის. მეოთხეს G. კი ბატონო. შემდეგი ვნახოთ მეხუთე. მეხუთეში რა გვაქვს? ეფსილონ 0 ელექტრული მუდმივა. ხო, მოდი ამისთვის გამოვიყენოთ კულონის კანონი. F ტოლი არის K ელექტროსტატიკური მუდმივა გამრავლებული Q1 Q2-ზე შეფარდებული მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან და გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ K როგორ არის დაკავშირებული epsilon 0 ელექტრულ მუდმივასთან. K ტოლი არის 1 შეფარდებული 4π epsilon 0, ხო? შესაბამისად ჩავსვათ ახლა აქ. აქედან მოგვივა, რომ ეს ტოლი არის 1 შეფარდებული 4π epsilon 0 გამრავლებული Q1 Q2 შეფარდებული R კვადრატთან. epsilon 0 ავიტანოთ ზემოთ, F ჩამოვიტანოთ ქვემოთ, შესაბამისად epsilon-ისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას epsilon 0-ისთვის. ეს ტოლი იქნება, რა იქნება ეს ტოლი იქნება? Q1 Q2 იქნება, შეფარდებული გვექნება 4π F R კვადრატზე. Q1-ის და Q2-ის არის IT კვადრატი, ხო? ესე იგი ეს ის ტოლი იქნება, შესაბამისად ეს ტოლი იქნება. მოდი ერთი და იგივე ნიშნის მუხტები ავიღოთ. უფრო მარტივი იქნება ასე გასააზრებლად. Q ჯერ Q გვაქვს, ხო? შესაბამისად ეს იქნება Q არის IT და IT კვადრატი გვექნება ზემოთ და ქვემოთ გვექნება 4π. F არის მასსა და აჩქარების ნამრავლი R კვადრატზე, ხო? ეს ტოლი იქნება ეს მთლიანად კვადრატში შემოთ. ამპერი კვადრატი გამრავლებული წამი კვადრატი გვექნება. 4π რიცხვია და უგანზომილება სიდიდეა, მასის განზომილებაა კილოგრამი, ეს გამრავლდება აჩქარების განზომილებასთან მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან. და კიდე გამრავლდება მეტრ კვადრატზე, ხო? რადგან ერის განზომილება მეტრია, მეტრ კვადრატზე. შესაბამისად რა გვექნება ახლა ჩვენ აქ? შესაბამისად გვექნება შემდეგი გამოსახულება, აქ არაფერი არ გვიკვეცება, როგორც ხედავთ, ამპერ კვადრატი გამრავლებული წამი ხარისხად 4-ზე გვექნება, ხო? შეფარდებული იქნება ეს კილოგრამი, ხო? გამრავლებული მეტრ კუბზე. კი ბატონო. აბა ეგეთი გვაქვს ახლა ჩვენ აქ. ახლა კი ბატონო გვაქვს, ძალიან კარგი. მეხუთე ეს B. მეხუთე სად არის? B. აი B. კი ბატონო. და მეექვსე ინდუქციურობა. კარგით, მოდით ახლა ინდუქციურობისთვის რა გვექნება მეექვსეში. მეექვსესის ელექტრომოძრაობელი ძალისთვის ეს ტოლი არის დაკავშირებული არის ინდუქტიურობას შემდეგი სახით. ელექტრომოძრაობელი ძალა სიდიდით, თუმცა აქ სიდიდეზეა საუბარი, ტოლი არის L დელტა E შეფარდებული დელტა T-სთან. საიდანაც ინდუქციურობისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, აქედან L ტოლი იქნება ეფსილონი დელტა T შეფარდებული დელტა I-სთან, ხო? ეს ტოლი იქნება. ახლა ელექტრომოძრაობელ ძალას და ძაბვას ერთი და იგივე განზომილება აქვს. ორივე ვოლტი არის, ხო? შესაბამისად, შეგვიძლია ძაბვის განზომილება უკვე გამოთვლილი გვაქვს, ეს გამოვიყენოთ. ესე იგი, რა გვექნება ჩვენ? F-ს მაგივრად რო ჩავწეროთ, ახლა ჩვენ ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე, ხო? შეფარდებული ამას ვიწერთ ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. ეს კიდე გამრავლდება დელტა T, ეს განზომილებაა წამი, ხო? შეფარდებული დენიძალის განზომილება ამპერი. ეს წამი და ეს წავა და რა დაგვრჩება ესე იგი? ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერ კვადრატი გამრავლებული წამზე. კარგით, ესეთი გამოსახულება მივიღებთ, ოღონდ წამ კვადრატზე აქ, ხო? აქ კვადრატი არ გამოგვრჩეს და მეექვსეში ესე იგი რა გამოგვივიდა? მეექვსეში გამოგვივიდა V კილოგრამი მეტრ კვადრატი ამპერ კვადრატი წამ კვადრატი, სწორი კი ბატონო. ანუ მეექვსეში ჩავწეროთ პასუხი V. კი ბატონო, პირველი D, E, A, G, B და V. კარგით.